მამისა და დადისა და სულისა წმინდისა და ეს არის წინასამართლობ იონას სენების დღეს ცხოვრობდა 2008 წინ და ღმერთმა უთხრა რომ წადიო ნინეველებს უთხრადიო რომ გავანადგურე ფიზიკურად წოდებისა გამო და იონამ კიდე არ მოინდომა ნინეველებთან ისლა იმიტომ რომ ეს ებრაელი იყო და ებრაელები და ნინეველები იყვნენ მტრები მიუხედავად იმისა რომ წინასამართლობელი იყო აი რასაც გეუბნება უფალი რომ მტერის გიყვარდეს ეს არ იყო მაშინ ამიტომ ეს თქმა ადვილია მტერი გიყვარდეს მაგრამ ახაც როგორც ხედავთ რა დღეში არიან ესე იგი ამ ხელა სიძულვილია ქართველების შორის ეს საშინელება და ამ დროს სახარებაში აწერია ყრელობის ტოფასია სიძულვილი ესე იგი სკოლობასთანა შედარებული მართავს ხარ უყურებ ჩვენ არებს აკეთებენ მომიტინგეები აი ეს პრადურის ხები რომ აი მათხიან ესე იგი როესო ესე იგი თავიანთ თანამემამულეს ამას საიდან სწავლობენ რევოლუცია ისწავლება და მე რო ვიქადაგე ამიცი ზოგმა ვერ გაიგო რომ რატო უნდა მიცეთ რევოლუციის ხმა იმიტომ რომ საერთოდ რევოლუცია რატო ეწובה ესე იგი მატერიალური კეთილდღეობისა გამო და შენ ვისიმედე მამ კეთილდღეობის გამო შენ ქართველი ქართველს და რაც მოხდა 91 წელს და ეს ისწავლება ამაზე ესე იგი ეს ისწავლება და ხშირად ვამბობ რომ ეს ორი რევოლუცია რაც იყო ევროპაში რაც მოხდა რუსეთში და რაც ზალი ჩვენთან შემოვიდა ზალით კი შემოვიდა მაგრამ კიდე ვიმეორებ ოჯახიძე და მახარაძეს ვარ იყო რუსი ეროვნებით ქართველი და აქ ვინც არიან ორი სოფელია მიმდებარე მონასტრისა ნორიო და მარტოვი და ყველა ამბობს ვინც წაზარ შეეხო ისინი მაგათი მოდგმა არ გახარებულა მაგრამ ისინი ხომ არ დაჩენილა ფიზიკურად მაგრამ ისინი ხო ქართველები იყვნენ ეროვნებით ამით ის თქმა მინდა რომ აი ეს საქართველოს გაბწინდება იმას ანიშნავს რომ ჩვენ ესე იგი ბილეთი გვაქვს ქართველებს სამოთხეში ჩვენ პირიქით მეტი მოგეთხოვება და ამ დროს რა დღეში ვართ მე შეიძლება ვამბობ რომ ჩვენ ვივართ დღესა ქართველები ერთ-ერთი პირველები ვართ აბორტით რომელიც ყველაზე დიდი ცოდვაა ცოდვებს შორის ასევე შეიძლება მოყვავს ეს ჩასმულობა გარეგნულია მაგრამ შინაგანის გამოხატულება როგორ შეიძლება შინში ღმერთი იყოს და გამოფინაზე გამოგონდეს სხეული თუ ქრისტიანი ხარ ქართველობას თავი დავანებოთ და ესე იგი ამით ისე თქვა მინდა რომ ადამს და ევას უთხრა ღმერთმა თუ შეჭამთო აგრძელო ხისო მოგდებითო მაგრამ ფიზიკურად სულიერად მოსასულიერად ბუდები ვართ მადის გარეშე ამაში ადმამბობ რომ ისევ გაგიმეორეთ რომ ქართველი გაგედა 2,5 მილიონი ეროვნებით ქართველმა ქართველები სტატისტიკით და ასევე ეს ევროკავშირზე როგეწინა თვალები ის გერმანელი ევროპელი იყო ის ადამიანებზე ცდებს ატარებდა როგორც მაიმუნებზე ისე და ებრაელებს იჭირდნენ ებრაელებისა გამო და რატომ მოხდა ეს რატო და ესე იგი რატომ მოხდა ეს და ხშირად ვამბობ რომ რა არის შინაარსი ათინცნებისა რომელიც საერთოა მოსასწრებისა ღმერთმა ებრაელების საერთო ებრაელებისთვის ქრისტიანებისთვის და მუსულმანებისთვის და შინაარსი მოკლე შინაარსი რა არის ათინცნება ღმერთი გიყვარდეს ყველაზე მეტად სხვა როგორც საკუთარი თავი და ასე რო იყოს არც მილიცია იქნება არც პოლიცია იქნება საჭირო იმიტომ რომ სიყვარული არის ის შური სიძულვილი მით უმეტეს მატერიალურისა გამო მატერიალური კეთილდღეობისა გამო ჯერეთი მატერიალური კეთილდღეობას უნდა შრომის მოყვარეობა როგორც შრომის მოყვარეებიან ევროკავშირში როგორც არიან ჩინელები და იმიტომ აქ კეთილდღეობა ჩინელებსა და ევროკავშირში შრომის მოყვარეები არიან ეს ქვეყნები სადაც ხამინდა ჩამოსახება ჩვენსავით წარმოწები არიან იქ არ არის კეთილდღეობა ევროპის ქვეყნებში მატერიალური იქ არის სადაც არიან შრომის მოყვარეები და ამით ისე თქვა მინდა რომ რა არის თავისუფლება და ზოგიერთად
თავისუფლება რა, თავისუფლება არის ქრისტიანული გაგებით, როცა სული განაგებს ხელს, მაგრამ თქმა ერთია, მაგრამ შესრულება მეორეა. და ზოგ ვიზაღა ეს ეკლესია არ დავდივარო, როცა ვეკითხები, დადი ხარ ეკლესიაში? არ დავდივარო, მაგრამ მაგაზე უკეთესი ვარო, ვინც დადისო. მაგრამ ესაა ჩემთვის არა გასაკვირი, იმიტომ რომ ავიღო დავით მეფე, რომელიც წემსი კაცი იყო, მთელი ებრაელებში ღმერთმა მეფედ გამოიჩია და დაამარცხა სიძვის და მკვლელობის ცოდვამ. პეტრე მოციქული, რომელსაც მოციქულთა თავი ქვია, სამჯერ უარყო ღმერთი. ამით ესე გამინდა, რომ ჩვენ ადამიანების სრულყოფილი მარტო ღმერთია, ამიტომ არ გაიკვირდეს თუ ვინმე ცოდავს. და ღმერთი რას ამბობს? მე მოვედიო ავამტყურთათვის, თუ არა ჩამთელთათვის. ის შე როგორია? ჩამთელი თავი, იმიტომ მაწყობ რევოლუციას. და შენი აზრის, როცა დემოკრატია, რა თქმა უნდა, უსამართლობა ბევრია ამ ხელისუფლების პირობებში. და სად არ არის, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ შენ თუ შენში ღმერთია და მით უმეტეს თუ ქრისტიანი ხარ, შენი უკმაყოფილება გამოხატო ქვების როლით ქართველმა ქართველისადმი. ან იერარქია იყო დაგვიფაროს მე თუ რაც მოხდა 91 წელს. ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი, რომელიც გადაგვაჩენს და შეგვეციოს ეციური ეკლესია და ყოველთვის გვახსოვდეს გრიგოლ ფერაძე. და რა თქმა უნდა 100,000-ია წამაია დღეს 6,000 გარეშე. ძალიან ბევრი მოწამეები გვყავს. ღმერთი ჩვენთვის ეწამა. ჩვენ კიდე ქართველები ხშირად ვეწამებოდი სიცოცხლის გამო და გრიგოლ ფერაძის მაგალითი რატომ მოგრავ ხშირად. ადამიანი მართლმადიდებელი შეეწირა არა მართლმადიდებლებს. ქართველი არა ქართველს და ამ დროს ზოგი ვერ იტანს სხვა ეროვნების ადამიანებს. და ამ დროს უკითხო ქრისტიანი, ამ დროს ანტესანტებს. ვერ იტან და სიძულვილში შემოგდები და საწაფა. ვერ მოხდები სამოთხეში, იმიტომ რომ სამოთხეში არის სიყვარულის უბება და ამიტომ დილას საღამოს ვთხოვოთ ღმერთს სიყვარულის ნიჭი და თვიშებას ფარველობის ქვეშ კი ვართ, მაგრამ ხშირად მოყავს რომ 70 წელი ქართველები საქართველოში, საბჭოთა საქართველოში ვარყოფილი ღმერთი ოფიციალურად. და ჩემი ასაკი რომ მოყავს 67 წელი. კითხეთ ახლა ჩემი ასაკის ხალხს ახალგაზრდებმა. 90% ვართ მოწონეები. მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, რომ კანონით იყო ვარყოფილი ღმერთი. ასე ევროკავშირზე ვამბობ. კი ამბობ ფრანგი, ესპანელი და გერმანელია მოყავდა მეთქი. აი მაგალითად საფრანგეთში 600,000 კაცი გამოვიდა ზოგიერთი 1 მილიონი არასწორი ხოცნების წინამდე, მაგრამ თავი დაიწვა ასეთი ამბები ხან არ მოთამა. კანონზეა ლაპარაკი. კანონითაა დაკავშირებული უკანონობა ღვთის საწინააღმდეგო და ბავშვების საწინააღმდეგო. როგორი ახლა წარმოიდგინეთ? კანონში შეუძლია ესე იგი ორ კაცს ბავშვი იშვილოს. ორ კაცს ბავშვი იშვილოს. ამას მიუხედავად იმისა, რომ მეუბნები ჩემი ასაკის გაკვირვებული მიყურებს, აბა რა უყოთ ახლა ესე იგი არასწორი ორიენტაციის ხალხს. თითქოს ახლა ჩვენ როგორც გილდერმა გააკეთა იმას თავაზობთ ხალხსა, რომ ააფეთქა ნარკომანები. ჩვენ ვამბობთ, რომ სიყვარული რაში გამოიხატება ჩვენი ქრისტიანობა. თუ ხურდი მიყვარს, ეუბნები ხურდობა ცოდვა. თუ მუში და მეძავი მიყვარს, ეუბნები რომ სიზმამუშები წაფა ჯიჯოხეთში. თუ არასწორი ინტერესად მიყვარს, მოასო შვილო ეს არის ავანტყოფა. და მთავრდება მაგრამ კუნალობით. კუნალობა გამოიხატება სინამდვილეში, ბოძვაში, მახვაში და სიარებაში და რამდენი შემთხვევები მაქვს. არა მარტო ფიზიკური სიმსივნე იგუნება, არამედ სულითაც იგუნება ადამიანი და სული განაგებს მერე სხეულს და არა როგორც სხეული ჩვენ ცხოვრებას როგორც კადრებში, საღლებში და ფეროდებში. ეს ხდება ღვთის მადლით. ეს მადლი არ უნდა გვეკუთვნათ. ჩვენ დანას მერტი.